მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან გადაცემათა ციკლს ვაგრძელებთ ბიბლიური გზაჯვარედინები თეოლოგი გიორგი კვასალია გვყავს სტუმრად მოგესალმები გიორგი მადლობა ამ ციკლის საწყობისთვის მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენ თხრობას წინა გადაცემაშიც და ეხლაც შევუდექით დავით მეფის შესახებ ეხლა გვაქვს სასაუბრო დავით მეფეზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილზე ბიბლიიდან ეს არის ამ წმინდა მეფის ღვთისმრჩეულის დაცემის ისტორია. და ბევრი რამ არის სასწავლებელი, ბევრი რამ არის მინიშნება და ბევრ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება მოუძებნოთ აი ამ ამბიდან რაც დავით მეფეს შეემთხვა. მაშასე გიორგი, ეს თემა ჩვენ შემოვიტოვეთ ცალკე სასაუბროთ, რადგანაც ასეთი მნიშვნელოვანი არის და სიღრმისეულად განსახილველი. დავით მეფე, რომელიც ყველა თავის ნაბიჯს ეკითხება ღმერთს, პირდაპირი კავშირი აქვს ღმერთთან. გავაკეთო თუ არა ეს დამეხმარები თუ არა ამაში, იღებს პასუხებს ამაზე. აი, ჩვენ ხედავთ დავით მეფის დაცემას, ძალიან მძიმე ცოდვაში ჩავარდნას და ღვთის განგებულებით მერე რაც ხდება დავითის გარშემო ის არის ძალიან საყურადღებო და ბევრი რამის მიმანიშნებელი. კი, ნამდვილად ასეა, ჩვენ უწინარესყოლის საყურადღებას ვაქცევთ ბიბლიის თხრობის თავისებურებას, რომელიც არ მალავს რომ დავითი დაეცა. არ მალავს რომ იერიქონელი რაქაბი მეწავი იყო. არ მალავს რომ მათე თავის დროზე მესვერე იყო. არ მალავს ამას. და აქ ჩანს ის სული რასულითაც იკითხება ბიბლია და რაც მოგვიტანა ჩვენმა მაცხოვარმა რომ ჭე რომელშიც შედიხარ ვიწროა, მაგრამ არ არის დაკეტილი არავისთვის. არ არის დაკეტილი ავასაკისთვის, მეწავისთვის, არ არის დაკეტილი დაცემულისთვის. ის ღია ყველასთვის, ოღონდაც ვიწროა და რთულია იქ შესვლად. ასე თქვა, ჩვენ ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც განვიკითხავთ ადამიანს და განვიკითხავთ რაღაცა ცოდვის გამო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ცოდვის უკან დგას ღვთის ხატება, რომელიც დაეცა. რომელიც დაცემულ მდგომარეობაში და ამ დაცემის წყარო ავტორი არის ბოროტი ძალა, რომელიც ჩასაფრებულია ნებისმიერ ადამიანურ ბედნიერებასთან, სულიერ ბედნიერებასთან. დაცემის წყაროსადმი სიძულვილს განგვიკუთვნებს ჩვენ საეკლესიო სწავლება და არა დაცემულისადმი სიძულვილს. დაცემა ეს არის ის მომენტი, რომელიცაც შეიძლება უდიდესი წამოდგომა ვიხილოთ, გაცილებით მაღალ საფეხურზე ასვლა, ვიდრე დაცემამდელ მდგომარეობაში იყო ესა თუ ის პირი, ამის ბევრი მაგალითია. და დავითის ეს მაგალითი ერთ-ერთი ძალიან ისეთი უცხადესი მოწმობა უკვე ნათქვა მისა. ჩვენ სანამ დავითის დაცემაზე დავიწყებდეთ საუბარს, მე შეგნებულად გავაკეთე მამა ანდრიას შესავალი. მოდი გავიხსენოთ წინა გადაცემაში რა ვთქვით, რადგან სწორედ ამის შემდეგ უნდა ერთი ფრაზა ყურადღებით წავიკითხოთ ბიბლიაში. ამ ფრაზის წაკითხვის გარეშე ჩვენ დავითის დაცემას ხა ჩვეულებრივ ცხოვრების მოვლენა დაგვიქვათ, რომელიც შეიძლება ბიბლიას ყურადღება არც მიექცია. ჩვენ ვთქვით, რომ დავითს აქვს გამოცხადება, როდესაც ის გეგმავს უფლის ტაძრის აგებას და ღმერთი უარს ეტყვის მას ტაძრის აშენებაზე, დავითს აქვს გამოცხადება, სადაც კონკრეტდება მესიანური ხაზი. ჩვენ ვიცით მესიანური კურთხევა ნოესაგან მიიღო სემის მოდგმამ, რომელიც საკმაოდ ფართოა და საკმაოდ გავრცობილია. შემდგომ ისი მემკვიდრეობა აბრაამა, რომლის მოდგმა ასევე ძალიან ფართოა. შემდგომ იაკობის ძემ იუდას ზე გადადის მესიანური კურთხევა, რომელიც ასევე უდიდესი ტომია, იმაში რა ქვია ისრაელიანთა შორის. აი დავითზე როცაა საუბარი, დავითთან კონკრეტება ხაზი, გვარი, აი შენგან იქნება. ჩვენ თქვით კიდევაც წინა გადაცემაში, რომ მაცხოვრის ერთ-ერთი ეპითეტი ძე დავითისა, ამას უკავშირდება სწორედ. ასეთი კონკრეტული, ასეთი
აი მე ვამბობ გენეალოგიის თვალსაზრისით კონკრეტული გამოცხადება აღარ იქნება ბიბლიაში. იქნება საუბარი დროზე, ვითარებაზე, მოვლენაზე, ნიშნებზე, მაგრამ ეს არის კაცრად განსაზღვრული გვარი, ხაზი, ჩამომავლობა, რომელიც მოისმინა დავითმა და მოისმინა ასევე დაცემულმა ძალამ. ისევე როგორც ის პირველ სახარება, რომელიც ჯერ კიდევ 60-ში ისმენს ადამის და ისმენს დაცემული ძალაც. ისევე როგორც ნათლისღებისას ისმენს ბოროტი ძალა, რომ ეს არის დარიგი. კი ბატონო. მაცხოვრის ნათლისღებისას. და ძალიან საინტერესოა ის, რომ ამბავი დავითის დაცემის შემდგომ მოყვება სწორედ აი ამ გამოცხადებას. დავითი ახლა უბრალოდ იუდას ტომის წარმომადგენელი კი არაა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება აქვს მებყრობილი გველს, არამედ დავითი ახლა ეს არის ის საშიში ძალა, რომლისაგანაც უნდა მოვიდეს ის, რომელიც თავს გაუჭეჭყავს გველს. დავითი ეს არის დავითის ცხოვრება, დავითის პერსონა, ეს სხვა მტრობის საფეხურს გულისხმობს, აი იმ მტრობისა, რომელი მტრობაც ჩამოვარდნილია დედაკაცსა და გველს შორის, დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის, როგორც ამას პირველ სახარებას უწყებაში კითხულობთ ადამიანის დაცემის კონტექსტში. აქ სულიერი ბრძოლა იწყება დავითის წინააღმდეგ. ასეთი ბრძოლა დავით შეიძლება ქონდა, მაგრამ ამ ხარისხის, ამ გამოვლინების ეს ბრძოლა მის ცხოვრებაში, რომელიც ბიბლიის ფურცლებზეა წარმოდგენილი პირველია. მოდი ვნახოთ როგორ იწყება ეს ბრძოლა. ჯერ თქვათ ალბათ რომ დავითი იმარჯვებს, დავითი განლაღებულია, დავითმა გააერთიანა, დავითის ისრაელი წაგებული ომი არ არსებობს. ხო, წაგებული ომი არ არსებობს, ყველაფერში ღვთისშეწყობა აქვს და იერუსალიმი დააფუძნა, განლაღებულია მე. და აი ამის შემდგომ წმინდა წერილი ერთ ასეთ ამბავს ამბობს, ანუ დაცემის წინა გამოცხადების შემდგომ და დაცემის წინა შუაში ერთ ასეთ ამბავს გვყვება. რომ ის მეფეთა გამოსვლის დრო არის, ანუ საკმაოდ დიდი სამხედრო და პოლიტიკური მოვლენები მიდის ისრაელის გარშემო და ამ დროს ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ დავითი არის ამ ბრძოლის ველზე ან ლოცულოს სოფლის წინაშე. არა. ახლა დავითთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის თავისი სასახლის ფანზე სეირნობს. იმოვიდოდას. ეს მოსეირნე დავითი. ეს რაღაც მე ცოტა გვიან ჩანს, რომ იოაბი იბრძვის. ამას ეძახის, რომ მოდი იოაბი იმას სახელი დაერქვას გამარჯვება. ჯარი იმაში ყავს ისრაელის ჯარი გასულია საბრძოლველად და დავითი დასეირნობს. ეს პირველად ხდება მის ცხოვრებაში. ასეთი რამე დავით არასდროს არ უქნია. ასე დავით არასდროს არ უსეირნია. უხეტიალია მთელი მისი ჩვენი ცხოვრება, რომელიც აქამდე ვიცით, ამ ცხვარში ხეტიალობს, ან საულისაგან დევნილი ხეტიალობს, ან ჯართან ერთად ხეტიალობს, ან კიდობართან ერთად ხეტიალობს. დავითი იმ დროს, როდესაც უფლის ჯარი საღვთო ლაშქრობა ომშია და ის სასახლის ბანზე დასეირნობდეს, ასეთი რამე პირველად ხდება. ამას აქცევს ყურადღებას სწორედ საეკლესიო ეგზეგეტიკა და ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ეს არის აი თქვენ თქვით ცოტა ხანი განლაღებული დავითი. ეს არის რაღაცით კმაყოფილი დავითი. ეს არის ყველაფერი მიეცა, მეტი რა უნდა მიეცა. ხო, ეს არის რაღაცნაირად დავითი, რომელიც აი ზღვარზე დგას, იცით რომ გავაკეთე, ხა ძალიან ბევრი რამე გავაკეთე და როგორც მეფეს შემიძლია თავისვენო, შემიძლია რაღაცეებში მონაწილეობა არ მივიღო. და აი აქ ეგაც საგასაყარი თავისთავადია. აი რა უნდა გააკეთოს დავითმა ახლა თქვა, როდესაც ჩვენ ეკლესიის ისტორიას ჩაუღრმავდებით, მაშინ როდესაც ქრისტიანობის დევნა შეწყდა, ჩამოყალიბდა ბერმონაზნობა, ანუ შეიქმნეს ისეთი გარემო, სადაც კიდევ სამოღვაწეო პირობები იყო, ხელოვნურად თუ უბრალოდ აირჩიეს ესეთი ცხოვრება, რომ იქ მათი ღვაწლი ყოფილიყო, არ განლაღებულიყვნენ, თქვათ, იმით, რომ სახელმწიფო მათ უქმნის პირობებს, ხო? ბერმონაზნობა სწორედ მაშინ ყალიბდება. აი დავითის შემთხვევაში რა უნდა ექნა დავითს იმისათვის, რომ არ მიცემოდა აი ამ გალაღებას, ხო. ყველაფერი მიეცა, რაც უნდა და ყველაფერი მიეცა. და ახლა აი განსაცდელის წინაშე დგება და
რა იქნებოდა სწორი, რა უნდა ექნა. ხო, საქმეც ეს არის, ამაზე ძალიან კარგი კითხვას ასვათ, როდესაც ჩვენ რომ თავი დაეცვა აი ამ ისე. როდესაც ჩვენ საუბრობდით დავიძე, ჩვენ ესეთი რაღაცა ვთქვით. ეს სხვა შორის ღმერთმა შეახსენა. შენ ვინ ხარ სახლს რომ იშენებ, ხო? გამოგიყვანე ფარეხიდან, გამოგიყვანე მეცხვარეობიდან, ჩაგაბარე. მე ვარო გაშენებ შენ და მე ვარო. მე გაქციე მეფეთ და შენ მიშენებ სახლს, სახლი რომ დომნოდა. ქონდა მე ბევრი საშუალება მეთხოვა ერისთვის. აქამდე გავაკეთებ. ჩვენ აი სწორედ მაგ კონტექსში მამანდრიო თქვით რომ დავითი არის პიროვნება რომელიც ჯულში კითხულობს არა იმას რა არ შეიძლება არამედ ჯულში კითხულობს იმას რის იკეთება კიდევ რა შეიძლება გავაკეთო აი ეს არა აქ დავითს დავითი აქ ამ კითხვას არ სვავს სწორედ აი ახლა როდესაც სოფლის მხედრობა არის ომში ის არ უნდა ლოცულობდეს, არ უნდა მხედართმთავრობდეს და მითითებებს იძლეოდეს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება თვითონ ფიზიკურად არ იყოს, ახლა წასული ომის ველზე არ იყოს, მაგრამ საომარი მდგომარეობა მის სულს უნდა ეხებოდეს. სიფხიზლეს მისი სული არ უნდა კარგავდეს. როგორც მეფე, რომელიც ღმერთმა დაადგინა თავის თვითმაყოფილების ხო რაღაცნაირად. ცნობა ყოველთვის არის აი ესეთი საფრთხის შემცველი. თითქოს და დავითს აქვს რაღაც გარანტია, რომ ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს. ქვეყანა წარმატებული იქნება, რატო? იმიტომ რომ ღმერთი ესრაელში. ღმერთი უმართავს მასყას, მაგრამ აი აქ სწორედ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამის აღმოჩენა, რომ ამას ყველაფერი ღმერთი გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ შენ არ გაგაწყვეტილი ის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობის შედეგადაც ისრაელი აქამდე მოვიდა, რასაც აკეთებდა დავითი. მაგრამ შენ ავტომატურ რეჟიმში ღმერთს გადააბარო, შეეწიოს ის ისრაელს და შენ ამ შეწევნაში ადამიანური ელემენტი არ ჩართო, ასე ღმერთი არავითარ შემთხვევაში მსგავს არაფერს არ გააკეთებს, უბრალოდ შენ აღარა ხარ მასთან და იმიტომ ამით. როდესაც დავითთან დაკავშირებით დავთქვამია, რომ ის სეირნობდა ბალზე. აი წმინდა წერილში ძალიან კარგად აჩვენს, მთელი ისრაელი აქით არის და დავითი აქით არის. თითქოს და დავითმა მიაღწია იმ ზღვარამდე, რომლის მიღმაც უკვე მისი მეფობა იწყება. კი, ის კურთხეული მეფე, ცხებული მეფე ამ წუთებშიც არის. მაგრამ აი ის რაც ჩვენ თქვით რომ ისრაელში მეფე არ უნდა მეფობდეს, უფალს უნდა ამეფებდეს. აი დავითი თითქოს და ამ ზღვართან არის მისული, ახლა მას მეფობის დაწყება გააკლია ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რასაც მოგვიანებით გააკეთებს სოლომონი. ამავდროულად არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, აი ამ განლაღებისას, აი ამ უყურადღებობისას. აი აქ არის ჩასაფრებული დაცემული ძალა სწორედ. ის რაღაცას გთავაზობს, რაღაცაში აგიყოლიებს, შემდგომ შემოგთავაზებს ვნებას, რომელსაც ბოლომდე ემორჩილები. ისი ბრალია ეს. ნახეთ მიაქციეთ ყურადღება. ჩვენ ასკეტურ ლიტერატურაში, რომელიც ძირითადად მიქცეულია სულიწმინდის მადლის მოხვეჭის, აი ამ გზებზე საუბარში, ღმერთთან ერთობაში შესვლის სწავლება, რა ცხოვრების, რა ასკეზაა, გასავლელისა, ამისოთ ძალიან ღრმა და ძალიან დიდი ლიტერატურაა ეს. აქცენტი ძირითადად კეთდება გულის განწმენდის, გულის სისუფთავის მოტივზე. ბაცხოვარი შეგახსენებთ, გვეუბნება ნეტარიყვენ წმინდანერითი, გონებით არა, გული წმინდა. გულის გაწმენდის ხელოვნება, გულის გაწმენდის პრაქტიკა ეს არის ის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც ნებისმიერი ეს არ არის მარტო ბერის და ასკეტის საქმე, ეს ნებისმიერი ქრისტიანის პირდაპირი მოვალეობა, სხვანაირად მას შეხვედრა ვერ ექნება ღმერთთან და ჩვენ ვიცით რომ ღმერთთან ხდება შეხვედრა ენერგიებში, ხო, სულიწმინდის მადლით. ეს მადლი, ეს ენერგიების აკუმულირების სივრცე არის გულის სისუფთავი. აქეთკენ მიდის აზრი. ნახეთ რა არის სათქმელი. პირველ რიგში, აი ეს რეზუმირება რო გავაკეთოთ, ზოგადი რეზუმირება რო მოვახდინოთ, აი ამ იმის რა ქვია, სწავლებისა, პირველ რიგში ადამიანის გულს ემართება ასეთი რამე ვთქვათ, გულის უმეცრება. ადამიანს ემართება გულის უმეცრება. აი აღმოჩნდა რომ გული ეს არ არის მარტო ორგანო, რომელიც სისხლს სტუმბავს. ეს არის
სააზროვნო სივრცე. გონება აქვს გული აზროვნებს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ტვინი, რომელიც გონებრივობის ინსტრუმენტია ადამიანის არსებაში, უკავშირდება სწორედ აი ამ გონიერებას, როგორი გონიერიც გულია, აი ესეთი ხედვა, ესეთი გონიერება აქვს აი ამ ინსტრუმენტს. სხვაგვარად რო ვთქვათ, საზომი მისი გამჭრიახობისა, მისი საზომების დადგენისა, სწორედ გულიდან მოდის. გული არის წმინდა, საზომები გონებას აქვს წმინდა, გული არის შემოსვლილი, გონებასაც აქვს შემოსვლილი საზომები. ნახეთ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გულის უმეცრება თავის თავში რას გულისხმობს? որ შეიძლება რითი შეიძლება, რისი უმეცარი შეიძლება გახდეს გული. აი ამ სწავლების თანახმად გული ხდება უმეცარი საღვთო ნიჭებისა, საღვთო მადლისა, სული წმინდის მოქმედებისა. ამის უმეცრება შემოდის გულში. და აი ამის უმეცრების შედეგად რო აღარ იცის ეს მახსოვრობა ტვინის საქმეა. გულს მახსოვრობა ამ ნიშნით არ აქვს. გული მოქმედებს იმ მომენტით, რა მომენტაც მას სული წმინდის მადლი უკავშირდება. როდესაც ეს მახსოვრობა ეკარგება, ეს უპატიო, როდესაც ეს უმეცრება მოსდის გულს. მეორე რაც არის, გული ხდება გულმავიწყი. ავიწყდება ის სიხარული, რა სიხარულიც გულს ჰქონდა მაშინ, როდესაც მასში ღმერთი მყოფობდა. გულმავიწყობის შემდგომ იწყება გულქვაობა და გულქვაობის შემდგომ გული მზად არის ვნებების საბუდარი გახდეს და აი ამის შემდგომ ხდება სწორედ აღძრვა მთელი აზროვნებისა იმისა, რომ ვნებებში იყოს ჩაბუდებული. შემდგომ გონებაში მიდის პროცესი, ცოდვის შემოთავაზება, მერე ამ ცოდვასთან გაშინაურება, მერე ამ ცოდვის მიღება, ამ ცოდვის შეთქმობა და იწყება, მთელი პროცესია. კი, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდვაში როგორ შედის ადამიანი. დაცემის მთელი პროცესია, რომელიც შესაძლებელია ჩვენ რაღაცა მომენტში სინანულის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება შეპყრობილი გახდეს ადამიანი. ხო, აი საქმეც ესა ჩვენ სინანულამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ მთელი ეს პროცესია, რომელსაც შეიძლება ერთი შეხედვით ჩვენ ასე ადამიანში ვერ ხედავდეთ, მაგრამ ადამიანის დაცემას რო ხედავთ, მისი ისტორია უკავშირდება სწორედ ამ ეტაპების გავლას, ის ეგრევე კი არ ეცემა. ის მან ეს ეტაპები გაიარა, ამიტომაც არის, რომ როდესაც ჩვენ პედაგოგიკაზე ვსაუბრობთ, ისეთ რაღაცეებს უსვავთ ხაზს, ისეთ რაღაცეებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომ თავშივე თუ რამის რაღაცის პრევენცია არ მოახდინე, თავშივე თუ სიცუძესთან დისტანცირება არ მოახდინე, თავშივე თუ რაღაცა მობილიზება არ მოახდინე, შემდგომ პროცესი ესკალაციას იწყებს, ჯაჭვური რეაქცია გადადის და ადამიანის აზროვნება ხდება, დაცემული ადამიანის აზროვნება ხდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში შედის. ამიტომაც არის, რომ საეკლესიო სწავლებაში მამები გურჩევენ რაღაცა ასკეტური ელემენტების ცხოვრებაში გათვალისწინებას, იქნება ეს სიტყვაზე თქვათ ენის მოთვინიერება, თვალების მოთვინიერება, გრძნობებზე გაბატონება, რაც თავის თავში გულისხმობს ადამიანის თავისუფლების საგესხვის აუცილებელ მომენტებს, რომ ეს თუ არ გააკეთი, ამის მერე დგება ძალიან ცუდი მომენტი. მაცხოვარი ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ ხა ცოტა ისე გამომიდა, მისი ყველა სიტყვა საოცარია. უბრალოდ ამ კონტექსტში მინდა ეს სიტყვები მოვიყვანო, რომ ვინც ქალს შეხედა გულის თქმით, მასთან იმრუშა. რაც ნიშნავს, ეს იმას ანიშნავს, რომ გულის თქმა ერთია და მრუშობა მე სხვადასხვა ცოდვა აბსოლუტურად ერთი სულიერი ასპექტია, მეორე ხორციელი ასპექტია, ამ ორი იმის გაერთიანება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. წმინდა იოანე ოქროპირი ამას კატეგორიულად მოითხოვდა. სხვა არის ერთი ცოდვა და სხვა არის გულის თქმის ცოდვა. მაგრამ თუ კი გულის თქმა შეიტყობ, შენ ფიზიკურ დაცემამდე საკმაოდ ახლო მანძილი გაქვს, საკმაოდ ბარტივად დაეცემი. ამიტომაც აქ გულის თქმა თავის თავში გულისხმობს არა რაღაცა პროცესს, არამედ ეს არის წინამავალი რაღაცა იმისათვის, რომ ადამიანის დაცემა არ მოხდეს, მეუღლეს არ უღალატო, ოჯახს არ უღალატო, ქვეყანას არ უღალატო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. დიახ, ვთქვათ, რომ და ადამიანმა ააშენოს სულიერი ბარიერები. შენ გაქვს რაღაცა შენი შინაგანი სამყარო, რომელიც წარმოიდგინო არის რაღაცა პოლიცივით, ქალაქის სახელმწიფოსავით და სანამ ეს ადამიანის მტერი შენთან ბრძოლი შემოგეჭრება შიგნით ამ ქალაქში შემოგივარდება მე უკვე ძნელია გამკლავება მანამდე უნდა კონდეს ბარიერები არ ვიცი მიწათხრილი სამი გალავანი იქ
დარაჯი, რომელიც გაგაფრთხილებს დროულად, ეს ხო, ეს სული შენი უნდა იყოს ბევრი ბარიერით დაცული. შორიდანვე უნდა შენიშნო, რომ რაღაცა განზრახვით შემოვიდა უკვე მტერი, უკვე განიშნა, რომ აქვეა ახლოს სადღაცას, როგორც კი განზრახვა მოვიდა ადამიანს თავში. ამაზე ვსაუბრობთ ახლა, ჩვენ რომ როცა უკვე ვნება აღიძრო ადამიანში, ანუ ეს ბარიერები გადალახული აქვს უკვე მტერ შიგნით არის ქალაქში შემოსული, შემთხვევით და იქ გირევს უკვე, ხო და დაცემა უკვე არის ბოლო სტადია. მანამდე ბევრჯერ გაგაფრთხილო, უბრალოდ ხიზლად არ იყავი, დარაჯი არ გეყენა, მიწათხრილი არ გააკეთე, გალავანი. ანუ არაზრუნვდით ისე, არ ცხოვრობდი ისე, ამბობდი რომ იყოს ეს გალავანი აქ მორღვეული, რა პრობლემაა, ხო? ხო, ანუ ვიცხოვროთ ასე, იყოს ასე, ღია იყოს ეს ყველაფერი. ამას არ სტრუქტურირებას არ უკეთებდა სულს ადამიანი. ანუ მიყვა დღევანდელ ცხოვრებას, დღეს ასე უკარნახა ცხოვრება, ხვალ ისე უკარნახა ცხოვრება, ყველაფერს დაექვემდებარა. უთხრეს რომ ეს სწორია, ეს თავისუფლებაა, ეს არის ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრება, რომ არ დაუჯერო არავის, გადააგდო გვერდით ყველანაირი სწავლება. ნამდვილი თავისუფლებაა, ყველა ნებას თავი მისცე და თავისუფლად დაემორჩილა. ხო, გადათელო ყველაფერი და შემოუშვა ეს ყველაფერი შიგნით სამწუხაროდ. ეხლა პატარა მას გავაკეთებ ჩანარს დღევანდელობასთან დაკავშირებით. ახალგაზრდები მოდიან, რომლებსაც იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული უკვე იმის გამო, რომ ეგონათ, რომ თავისუფლება მოიპოვეს, რომ აღარ იყოს საჭირო რაღაცა საკუთარი სულის მოვლა, ამ სულის მოვლისთვის მასწავლებლის ძებნა, ან თუნდაც წიგნის კითხვა, ხო? ანუ ეს ქალაქი მათ არ წარმოუდგენიათ, რომ სული არის დასაცავი რაღაცა ბარიერებისაგან. როგორც არის, ისე არის რა. მოგვეცა ცხოვრება, ხენა, აგერ გასართობი, აქეთ გეუბნებიან, რომ ეს მშობელი გზღუდავს, ან ეკლესია გზღუდავს თავისი სწავლებებით, სულ შეზღუდვები, სულ აგრძალვები და მოდი რა, მაცადე, მივცემ ჩემ თავს თავისუფლებას, მაგრამ მე როდესაც ეს ადამიანები დგებიან რეალური საკითხის გადაწყვეტის წინაშე. თქვათ, ან ოჯახი აქვს შესაქმნელი, რომელიც ძალიან სერიოზული სულიერი სიმტკიცის ხარჯზე უნდა გაკეთდეს და ერთგულება უნდა ადამიანმა შეძლოს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ბევრი პრობლემა იქნებოდა. როდესაც დგება მომენტი, რომ თქვათ მშობლის პატივისცემა გამოიჩინო, როდესაც დგება მომენტი, რომ სწორად გაარჩიო რა არის ქვეყნის სიყვარული, რა არის პირიქით თქვათ ჩამოშლამს უყოლა ერთგულება. ეს ფასეულობათა სისტემა არ არის შეკრული. ეს არის რაღაცა გაბნეული სხვადასხვა მოდელებისაგან შედგენილი. და ადამიანს არ უფიქრია არასოდეს, რომ მის სულს სჭირდება დაცვა. რომ მისი სული უნდა ჩამოაყალიბოს ფასეულობების ირგვლივ და მერე ამ ფასეულობების ნგრევა არ უნდა დაუშვას გარედან შემოსული მტრების შეტევით, არამედ უნდა დაიცვას. ამაზე უბრალოდ არ უფიქრია. როგორც მიეცალ ხენა და ცხოვრება, აი ესე გაილახა. თან ამას დავამატოთ, რომ თელმა რიგმა შესაძლებელია ჭყალებში ჭყუის დამრიგებლება უთხრეს კიდევ რომ სწორი არის, ნებებს დაქვემდებარება სწორი არის, ნებისმიერი აი ბარიერის მოხსნა. გასინჯე ყველაფერი ცხოვრებისგან, ხო? ხო, დევიზი, ხო ესეთია სლოგანებს ხო ხედავთ ჩვენ ამ რეკლამაში. აიღე ცხოვრებისგან ყველაფერი, გასინჯე ყველაფერი, ხო? ეს არის შეცდომა. შენთვის თავისუფლება იყოს არა თავშეკავება, არამედ თავისუფლება იყოს, რასაც გინდა იმის კეთება და არავის მისე უფლება. ხო, საიდან მოგივიდა განზრახვა, რომ ეს გააკეთო. მაგას არ უკვირდები, რა, ვიღაცამ გიკარნახა ტელევიზორში მოისმინე, ან ვიღაცა გვერდით ყავდა ადამიანი. რაღაცას დაკპირდა ამის სანაცვლოდ. აგიყვანა სადღაცას არ ვიცი, პირველი ნარკოტიკის გასინჯვა, პირველი რაღაცა და ცოდვაში ფეხის ჩაბიჯება, ხო? როგორ ხდება ეს? საიდან მოვიდა ეს აზრი? ამისი გაკონტროლება ძალიან უჭირთ. ხო, როდესაც არ აქვთ აი ამის ხედვა, რომ სულს მოფრთხილება ჭირდება, სიწმინდეში დაცვა ჭირდება. და ესე ღია კარში შემოდის პირდაპირ მისივე მტერი. დამანგრეველი მისი ფასეულობების. მე ეს ფასეულობა აღარ ეთანხმება ოჯახის ტრადიციას, აღარ ეთანხმება მშობელს, ინგრევას, თავარია მის პირად ბედნიერებას აღარ ეთანხმება აუბედურებს. რა თქმა უნდა, მე აი ოჯახის შექმნა შევეხე, ახლა ტყუილ არ შევეხე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშინელი სტატისტიკა.
80-იანი წლების ბოლოს იყო ერთი განქორწინება 30 ოჯახზე და ეხლა არის 18. 10-დან 6 ოჯახი დაინგრა. 10 ქორწინებიდან 6 განქორწინება იყო. საშინელი სტატისტიკა აქვს. რატო? იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს სტრუქტურირებული ეს. არ აქვს დაცული ეს თავისი ბედნიერების შემქმნელი ფასეულობები. რაც აქცევს მას ძლიერად, რაც აქცევს მას მტკიცედ იმისათვის, რომ გადალახოს მე რაღაცა დაბრკოლებები. პირველივე დაბრკოლებაზე ინგრევა. ანუ არც გალავანი აქვს, არც დარაჯი უყენიაზე და არაფერი საერთოდ გაშლილ მინდორზე რო ააშენო ქალაქი, ან ქვიშაზე რო ააშენო სახლი, როგორც მაცხოვარი ამბობს. აი დაახლოებით ეგეთი ცხოვრება არის, რომელიც ძალიან იოლად არის ხელმისაწვდომი მტრისთვის, ადამიანის მტრისთვის. და მე არის უბედურება ამ ადამიანის. ეს ტრაგედია კიდევ უფრო გრძელდება და კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ამ თავის შინაგან მოოხრებული ქალაქის ხედვა მას კითხვებს არ უჩნევს. ხო, იმასაც ესე აქვს. ხო. გვერდით რო ყავს ახლობელი, იქაც ასე დანგრეულია ხდება. იმისიც მოოხრებული არის და აი მუდმივად აი ამ წრეზე ვტრიალებ. და რაღა ვთქვათ მეფეზე, ესე იგი, როდესაც მეფეს ეს ემართება, ღვთიურჩეულ მეფეს, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა აქვს, რომელმაც უდიდესი ადგილი დაიკავა, უნიშნულოვანესი ადგილი დაიკავა ბიბლიაში, ხო? მას როდესაც ეს ემართება. ხო? რაღა ვთქვათ სხვაზე. როგორ დაიცვას ადამიანმა თავი ამ რაღაცების გაუთვალისწინებლად. ხო და აი ამაშია საქმე სწორედ რომ როდესაც ჩვენ აი ამ შელობას რეზიუმირებას დავით მეფსალმუნეში ვახდენთ, დავითის მთელი პრობლემა დადის სეირნობამდე, რომ მან პანზე კერდა ისეირნოს, მან მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ის მოღვაწეობა, რომელი მოღვაწეობაც ხელს უშლიდა დაცემაში. ანუ გულაობას თავი უნდა დავარდნო დღევანდელ ცხოვრებაში, რო ვთქვათ, ხო? აი ამ ძალიან კარგი ფრაზა მოსეირნე დავითი, სხვა შორის ძალიან მომწონს ისე აქცენტს აკეთებ ხოლმე რაღაც კულმინაციურ სიტყვებზე. აი ითქვა რაღაცა და ამის მერე ესე იგი ველოდოთ რომ რაღაცა ხო ამბავი უნდა დაიწრულება, ხო, დიდი ცვლილება იწყება. მოსეირნე დავითი არა მოხეტიალი, არა მოსეირნე დავითი. მოხეტია, ხო, არა მოხეტიალი, არამედ მოსეირნე დავითის ცხოვრებაში იწყება საშინელი განსაცდელი. თორემ მან დაიწყო დასვენება, შვება, განაღება და იქვეა ჩასაფრებული მტერი, რომელიც ამას არავითარ შემთხვევაში უყურადღებოდ არ დატოვებს, ხელიდან არ გაუშვებს არავითარ შემთხვევაში. მეორე დეტალი, რომელსაც დავითის დაცემის წინ წმინდა წერილი მიუთითებს და რასაც ასევე ასკეტურ ლიტერატურაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ეს არის ის, რომ დავითმა გაიხედა და დაინახა თვალი, რომელიც რაღაცას დაინახავს და მიეჯაჭვა. მაგარიგებში რომ წავიდა ბერი ქალაქში. ბერი იქ შეხვდა რაღაცა ქალს და იწყება. იქ დასუნდა ხო? რაღაცა თვალი არ მოათვენიერა იმ დაწუნდელების ცხოვრებაში, როდესაც წმინდა მამა დგას მეფის წინაშე და მეფე ეხვეწება. ერთხელ შემომხედე გეხვეწები და განიცადე ჩემი ხატებო სახეს. თვალებს არ აძლევდა უფლებას ცისეყურებოდა სულ. არ აძლევდა უფლებას რომ თვალს ასე ვთქვათ, თვალი გამხდარიყო მტრის შესასვლელი კარიბჭე. თვალი მოთვინიერებული ყავდეს თავის თავაცხადის, ყველას არ ეხება ძალიან დიდი მოღვაწეობა, მაგრამ თავის თავში უკავშირდება იმას, რომ იმას ასაც დაინახავ. უნდა მიიღო არა ისე სიტყვაზე ვთქვათ, რასაც ხედავ და ამის წილ არ უყურებდე დანახulis მიღმა ჩაბუდებულ საშიშროებას. ანუ შენ ეს ყველაფერი რასაც ხედავ, ამას უნდა აანალიზებდე, ამის მიმღეობა შენთვის რამდენად მავნებლურია, რამდენად მავნებლური არ არის. ესთეტიური სილამაზეს ბიბლია არ გაურბის არასდროს. ბიბლია ხაზგასმით ამბობს, სარაზე ლამაზი იყო, რებეკა ლამაზი იყო, რაქელი ლამაზი იყო. ლამაზი იყო ეს ქალის, რომელსაც დაინახავს ახლა დავითი, ლამაზები არიან ესენი. სარა ლამაზი იყო. ამას ხაზგასმით ამბობს წმინდა წერილი. არ გაურბის ამას წმინდა წერილი. მაგრამ ანკარი ასეთ სილამაზეს დროს არც ერთ მაგალითად ლამაზი იყო სარა და წაიყვანა ფარაონმა.
ხო, ლამაზი იყო სარა და აბიმელექიც თავის წარმოინდომებს წაყვანას, ლამაზი იყო რებეკა და ისააკი დამალავსო თავისი ცოლი იყო, ხო? ანუ ამ სილამაზეს წარმართული, ანუ არამართებული მიდგომიდან საშიშროება აქვს. ეს სილამაზე შეიძლება ასეთი არამართებული გადაწყვეტილებები მიგაღებინოს იმ დროს, როდესაც მეორე მხარეს, ხო? სარას სილამაზე არ არის ის ფაქტორი, რაც ა ブラ ამს შეიძლება ზოგადად კიდე სხვა სილამაზე აძებნინოს. ეს ესთეტიური განცდა მისთვის რაღაცა ნებების ამოძრელი სხვა მიმართულებით არ ხდება ისევე როგორც ისააკში, ხო? იაკობში, სხვათა შორის იაკობს თავისი ბერწი რაქელი უფრო უყვარდა, ვიდრე შვილმრავალი ლია, თვალის სუსტი, ან და ის მხევლები, რომლებიც თავის ცოლებს გამოაყოლა მისმა სიმამმა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ერთი დეტალი ეს დასეირნობდა და მეორე დეტალი როგორ ანგარიშ მიუცემელია დავითი თავის მოქმედებებში, ასეთი რამე დავით ხო, ერთი ნაბიჯი მეორე ხო, აი ესკალაცია მიდის. ხო, დაცემის ეს როგორ ანგარიშ მიუცემელია დავითი, იმის რა ქვია, თავის მოქმედებებში, დავითი ლაღად გახედავს ვიღაცა მობანავე ქალს და მოუნდება მასთან დაწოლა. წმინდა წერილში არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. რომ იკითხავს ეს ქალი ვინ არის? ხომ ერთი წუთით შევჩერდეთ. ახლა ეს ქალი, რომელიც აქ ბანაობს დავითის გადასახედიდან რო ჩანს, პირველად აკეთებს ამას? თუ ახლა დაინახა დავითი რო შეერნობდა, სპეციალურად შევიდა იმ დროს, რომ მისი სიშიშვლე ეხილა დავითს. თავისთავად ცხადია ეს ქალი აქ პერიოდულად ბანავს, რომ დავითს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დავით არასდროს ბანზე ასე არ უსეირნია და დავითს თავისი ბანიდან არასდროს არ უთვალიერებია ვინი ბანდა და ვინ შიშველი იყო და ვინ არა. უბრალოდ დავითს ახლა ამისთვის წალი. არის ხოლმე მცდელობა ეს ქალი გაამტყნონ იმაში. გავხსენთ ადამი და ევა შიშველები იყვნენ და ამას ვერც ხედავდნენ. ხო, იმიტომ რომ სულიწმიდის ანუ ამ სხვა რამეში იყო მათი გონება. სხვა რამეში და დავითის გონება ახლა ამ შემთხვევაში ახლა დავწუხდომას ცალია შიშველი ქალის დასანახავად, რომელიც ბანაობს ისე როგორც ბანაობდა გუშინ და გუშინც. იმიტომ რომ ამას ატომობა მამანდრი, იმიტომ რომ არსებობს აზრი, რომელიც შეც აბსოლუტურად მიუღებელია და არც ბიბლიურ კონტექსტზე თანხმება, თითქოს და ამ ქალმა გამოიწვია დავითი, ეს ქალი დადგა სპეციალურად რომ დავითის ის მიეპყრო, ყურადღება მიეპყრო რაც კონტექსტ, ბიბლიურ კონტექსტს ხო, არ ჩემ ელექტრობას ეს აბსოლუტურად ცილდება. თავის ქმარს გლოვობს ტირის. არანაირი ლოგიკა ამაშენა. აქ საინტერესო რა დეტალი, აქ საინტერესო გახლავთ ის რომ დავითი რომ მოიკითხავს ეს ქალი ვინ არისო? დავითს ეთქვია როგორ არის ეს ქალი ბერსაბია? ანუ ეს ქალი ცნობილი ქალია. ამ ქალის ცნობადობა ერთი ორი საინტერესო ნიშნით არის წარმოდგენილი. პირველი ის ძალიან ცნობილი და ძალიან გულმხურვალე ისრაელიანი მებრძოლის ცოლია და ასევე გახლავთ დავითის უახლოესი მრჩეველის და ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე იერუსალიმში, ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე კაცის შვილიშვილი. ჩვენ ამ კაცს გავეცნობით. შესაბამისად ეს ქალი თავის ქმართან ერთად აი ბაბუამისის აი ამ იმის გამო ისევე როგორც იონათანის ძე მეფის ტაბლიდან იკვებებოდა. მეფის სასახლის მეფის კარზე ცხოვრობს და აი ამ იმას რა ქვია ამ პატივით სარგებლობს. ანუ ეს ქალი აქ შემთხვევით არ არის მოხვედრილი. ეს ქალი აქ შემთხვევით არ არის აი აქ დასაბანად შესული, ხო? აბსოლუტურად აქ სხვა რამეშია საქმე. დავით გააგებინებენ ვინ არის ეს ქალი და დავითმა ორივე დეტალი იცის, ვისი შვილიშვილია და ვისი ცოლია, მაგრამ ის პროცესი რაც იყო დაწყებული, იმდენად მეტია მის გონიერებაზე. დავითი ბრძანებს ამ ქალის მოყვანას. არც ფიქრობს, რომ აქ რამეს აშავებს. ხო, მიძინებულია თითქოს ეს. ხო, დავითი
იყოს მე ახლა გუშინ და გუშინ წინ დავით ამას არ იკადრებდა, იმიტომ რომ გუშინ და გუშინ წინ დავით ზარუსეერნი ამ ბალზე და მიძინებულია დარაჯი ქალაქის დარაჯი მიძინებულია, კარიბჭე ხიათ აქვს დარჩენილი. იქ ეს ნება შემოდის. ეს ნება ტერი ფართონაბიჯებით შემოდის იმ სულიერ ქალაქში, რომელსაც დავით მეფსალმუნე ექვია. გიორგი, ესე იგი ჩვენ მე მგონი რომ დღევანდელ გადაცემაში ვერ ამოვწურავთ ამ თემას. ხო, შესავალი უფრო გამოგვივიდა. ხო, შესავალი უფრო გამოგვივიდა, როგორ მივიდა დავით მეფე ამ დაცემამდე, ნაბიჯ, ისევე როგორც ქრისტიანული სწავლება გვასწავლის, მიუყვებით და პირდაპირ არის ანთოლოგია დაცემისა, რაც ხდება დავითთან დაკავშირებით და რაც მარადიულია ჩვენ დღესაც თუ კი რაიმე დაცემას ვადევნებთ თვალს, ან ჩვენს თავში, ან სხვა ადამიანის ცოდვაში, ჩავარდნაში, სწორედ ასე მიდის. რომ განლახებული, უყურადღებო ადამიანი უშვებს ხდება დაშვებული, ხო, უშვებს იმას, რომ ნება შემოდის მასში, ამას არ აღკვეთს თავის დროზე და მე უკვე ნება, რომელიც უკვე იპყრობს ადამიანის გონებას, გულს და სხეულს, მე უკვე მართავს კიდევაც ცოდვისაკენ ადამიანის ცხოვრებას. ჩვენ შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ამაზე საუბარი და ამოვწუროთ ეს თემა დღეს დღევანდელი გადაცემის ფორმატში მხოლოდ ეს მოვასწარით ასე რომ დავემშვიდობები ამით მაყურებას დაგემშვიდობები თქვენ დიდი მადლობა მობრძანებისათვის დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ჩვენი გადაცემების თვალყურის დევნებისთვის დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.